კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3 საათზე, ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრა ბორჯომში გაიმართა. ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ევროინტეგრაცია და ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იყო მეოთხე კონფერენციის განხილვის მთავარი თემა სტუდენტებთან, რომლებმაც ქართული ოცნების ახალგაზრდა ლიდერებს შეკითხვების სხვადასხვა მიმართულებით დაუსვეს. სწორედ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრა ბორჯომში, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატებიც ესწრებოდნენ. რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა. კონფერენციები ქვეყნის 10-ვე რეგიონში გაიმართება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში იქნება. ლევან ფანცხავა შემოგვიერთდება ბორჯომიდან პირდაპირ ეთერში და იზღვეთყვის რა საკითხებზე იყო საუბარი, უფრო კონკრეტულად ლევან გისმენთ. დიახ, რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, ევროინტეგრაციის მიმართულება, ასევე იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ქვეყანა და მიგრაცია. ეს ის საკითხებია, რაზეც აქცენტები გაკეთდა სტუდენტების მხრიდან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებთან შეხვედრის დროს, მათ დასვეს კითხვები და მოისმინეს ამომწურავი პასუხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ მსგავსი ტიპის და შინაარსის შეხვედრები არის აუცილებელი და საჭირო, რათა მათი ხმა უფრო კარგად ისმოდეს და მათი ინტერესები იყოს გატარებული და გათვალისწინებული. ჩემს რეგიონში ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაინტერესებული სპორტის სხვადასხვა სახეობებით, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა ხელს არ უწყობს მათ ამ ინტერესის განხორციელებაში. ჩვენ მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ აბსოლუტურად ყველა რეგიონში უნდა აშენდეს მულტიფუნქციური ცენტრები, რიგ შემთხვევებში დაწყებულია უკვე მშენებლობა და დასრულების ეტაპზე არის. ახალციხეში, როგორც ვიცი, კი არა, ნამყოფი ვარ, მულტიფუნქციური ცენტრი არის, საკმაოდ კარგი, საცურაო აუზით, სატრენაჟერო დარბაზით, ასევე კალათბურთის სტადიონის მშენებლობა სრულდება, ასევე საფეხბურთო სტადიონის და გარშემო სარბენი ბილიკით იქნება მოწყობილი სტადიონი და როგორც მაქვს ინფორმაცია, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. ბევრი ქვეყანა გვაკრიტიკებს და ასევე მოლაპარაკებებით შეწყდა. მაინტერესებს, როგორ გესახებათ ამ პრობლემის აღმოფხვრა. ვერ შევაჩერებთ იმას, რაც არ დაწყებულა საერთოდ. უბრალოდ პრიორიტეტები განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. ისევ. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი. და ყველანაირი სახის ახალი ურთიერთობა გადატვირთვის შემდეგ ისევ ახალი ფურცლიდან დაიწყო. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ საქართველოს და ევროკავშირის ღირებულებები და მთავარი ფასეულობები დაწყებული ადამიანის უფლებების ზენიტით, დამთავრებული კულტურული და სულიერი განვითარებით, საბედნიეროდ დიდი ხნის წინ მოვიდა თანხმედრაში. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მკაც რეაგირებასა და გააქტიურებულ ბრძოლას კორუფციული შემთხვევების მიმართ. და მაინტერესებს, როგორია თქვენი ხედვა, უნდა დაინერგოს თუ არა უნივერსიტეტში კორუფციის პრევენციის სწავლება ყველა ფაკულტეტის პირველივე კურსზე. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და გავითავისოთ ერთი რამ, რომ უმთავრესი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მომავალი, არა პირადი კეთილდღეობა. როდესაც ამხელა პასუხისგებლობა გაქვს ქვეყნის წინაშე, გაათმაგებულად და გაასმაგებულად უნდა იყო ყურადღებით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ და როდესაც ჩვენ ხედავთ და ვიგებთ ესეთ ფაქტებს, არა აქვს მნიშვნელობა ეს გუნდის წევრი იქნება, ოჯახის წევრი იქნება, ახლო გარემოცვის წევრი იქნება. თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ბრძოლა უნდა იყოს კორუფციასთან უკომპრომისო. საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში დადებითი მიგრაციული სალდო ფიქსირდება, თუმცა ამის მიუხედავად თქვენს დამეთანხმებით, რომ ემიგრაციის პრობლემა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ძალიან ბევრს აკეთებს იმ რეფორმებითა და პოლიტიკით, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, რათა ღირსეული პირობები შეუქმნას ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ერთი მხრივ იმისთვის, რომ აღარ დატოვონ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ იმ მოქალაქეებისათვის, ვინც უკვე წასულები გახოლთ, რომ დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთი მიმართულება, რასაც ემსახურება ჩვენი საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური გაუმჯობესება.
კონფერენციის შემდეგ განცხადებები გაკეთდა მედიასთან ქართული ოცნების ახალგაზრდა ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის და შინაარსის შეხვედრები სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ზოგადად არის საჭირო და აუცილებელი, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ხმა სწორედ არის გადამწყვეტი. თავარი მიზანი რაც არის ამ შეხვედრების არის ის, რომ მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებს შორის, მეტი ჩართულობა იყოს მათი მხრიდან, არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, მათი ხედვები, მათი საომავლო გეგმები იყოს გათვალისწინებული და შეჯერებული იყოს ეს ყველაფერი. ბოლო პერიოდში ვიცით, რომ პოლარიზებული იყო ეს ყველაფერი, არ იყო საუბარი, რაღაცა თითქოს წვეტა იყო ახალგაზრდებს შორის, განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურდა, სამწუხაროდ არავის. ჩვენ თავარი მიზანი არის ის, რომ მეტი დისკუსია, მეტი საუბარი და ამ დისკუსიიდან გამომდინარე შევძლოთ ის, რომ ეს ყველაფერი საქმეში გადავიტანოთ, იმ საქმეში, რომელიც საბოლოო ჯამში მოემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. დღევანდელი კონფერენცია სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით ნაყოფიერი და ინტენსიური იყო. ახალგაზრდებმა გამოთქვეს განსხვავებული იდეები. მათ შორის მათ აინტერესებთ განათლების რეფორმის ფარგლებში, რას ემსახურება რეალურად განათლების რეფორმა. მათ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში აქტიურად ჩართულობა, როგორ შეიძლება მოხდეს ახალგაზრდების და მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ შეხვედრის მიმართ იზრდება ახალგაზრდების ინტერესი, რაც ჩვენთვის დიდი мотиваციაა, რომ ყოველი შეხვედრა იყოს უფრო მეტად ინტენსიური და უფრო მეტად აქტიური. უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების და მომავალი თაობის ჩართულობა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებიან, მხოლოდ ამ მიზნებით და ამ იდეალებით არიან გამშვალულები და მჯერა რომ სიკეთე და სიყვარული გაიმარჯვებს და საუბარს ზოგადად ალტერნატივა არ გააჩნია. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია საერთო ჯამში შეხვედრებს გამართავს 10 რეგიონში. საბოლოო შემაჯამებელი კონფერენცია კი თბილისში გაიმართება. მადლობა ლევან ფანცხავა საუბრობდა ბორჯომიდან პირდაპირ ეთერში. მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ ახალ კანონპროექტზე პარლამენტი მომავალი კვირიდან იმსჯელებს. საუბარი ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს. მისი ხელმძღვანელი კი სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე იქნება. მამუკა მდინარაძე პარალელურად ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ამ პოსტზე გეკა გელაძეა წარდგენილი. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე კი პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში კი ნამდვილად დააკდა საჯარო სივრცეს და მისი ბოლო ინტერვიუც ამაზე მეტყოლებს ამავდროულად მნიშვნელოვანი იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არასდროს არ მენალდება ხოლმე, რომ კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოებს შორის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. ამ კოორდინაციის მაგალითი ზუსტადაც რომ ძალადობრივი გზით ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო 2025 წლის ოქტომბერს და ვნახეთ, რომ ამ კოორდინაციით როგორ მოხერხდა ამ მავნებლობის და დანაშაულის პრევენცია, აღკვეთა და შესაბამისი პირების პასუხისმგებაში არიან მიცემულები, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში იქნება ახალი სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი ერთდროულად უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების მუშაობაში და ასევე პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მამუკა მდინარაძე არის იდეალური კანდიდატი ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის და რა თქმა უნდა ძალიან მოხარულები ვართ, რომ იგი პოლიტიკაშიც ბრუნდება და ერთის მხრივ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს, ხოლო მეორეს მხრივ სულხან თამაზაშვილი უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან მაღალ დონეზე, გეკა გელაძე უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალიან მაღალ დონეზე და თავის მხრივ კიდევ მამუკა მდინარაძე გადააზღვევს მათ ამ საქმიანობაში. პროკურატურა ტევ-პირველს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს საგამოძიებო უწყება განცხადებით ეხმაურება ტელეკომპანიის სიუჟეტს, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმის პროკურორს თამარ ბეჟუაშვილის შესახებ მომზადდა. საუბარია პროკურორის მამის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან სრულიად დაუსაბუთებლადაა დაკავშირებული. საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებს მსგავს
თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. ვკითხულობთ საგამოძიებო უწყების განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია TV1-ის მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნეს საქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, მაგალითად გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები. სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით კვალიფიციურად განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხმის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას. საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორისა და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ზუგდიდში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. პარტიის ლიდერებმა დადიანების სასახლის ეზოში 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პარტიის მინიმუმ აგვაახლოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კაფეო ამოცანა დასახული ჩვენ ქვეყანას იმისათვის, რომ გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, ჭირდება ორი პირობის დაკმაყოფილება. ეს არის ჩვენი საგარეო პრიორიტეტების ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნება და ეს არის შიდა აგენტურის, უცხოური აგენტურის პოლიტიკიდან გაყვანა. ის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა რეალურად შეძლებს მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას. მრუდეგზით სიარულმა ჩვენი ქვეყანა დააშორა პირიქით ეროვნული მიზნების მიღწევას, გააჩინა საოკუპაციო ხაზი, გააჩინა არასტაბილურობა. ჩვენი პარტია სთავაზობს საზოგადოებას თვისებრივად ახალ გზას, ახალ ხედვას და ეს არის ნეიტრალიტეტი, რომელიც არის ყველაზე ახლოს, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მიზნების მიღწევასთან დაგვაახლოვოს და რომელიც ასევე არის ყველაზე ადეკვატური და შესაბამისი იმ ახალ მსოფლიო რეალობასთან, რომელიც ჩვენს თვალწინ შეიქმნა. ჩვენ ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისათვის და შესაბამისად პარტიას აუცილებლად ესაჭიროება სტრუქტურული გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა. ამ მიზნით, რა თქმა უნდა, შერჩეული ყავს ჩვენი პარტიის იდეების არა მარტო მხარდამჭერი, არამედ საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლები თავის ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც უკვე მუშაობენ ოფისის გახსნამდე დაიწყეს მათ მუშაობა ნეიტრალიტეტის იდეის ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით და დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ უკვე ოფისი აქტიურად დაიწყებს მუშაობას. ქალაქ ზუგდიდის ცენტრში სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური წარმომადგენლობის გახსნა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ნიშნავს კიდევ უფრო ახლო ყოველდღიურ ურთიერთობას მოსახლეობასთან. ეს იქნება ერთგვარი აქტიური სივრცე ადგილი, სადაც მოქალაქეები, თანამოაზრეები, მათ შორის ახალგაზრდები თავისუფლად შეძლებენ მოსვლას საკუთარ და ზოგად გამოწვევებზე საუბარს და რაც მთავარია, წარმომადგენლობისგან მიიღებენ მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანადგომას. ახლა კი უცხოეთის ამბები და სროლა ვაშინგტონ ჰილტონში სასტუმროში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდნენ. ცეცხლი გახსნეს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე მყოფი ამერიკის პრეზიდენტის პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წევრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა. საიდუმლო სამსახურმა და ამერიკის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა. მოტივი
უცნობია, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მედია წერს, რომ ის ტორენში მასწავლებელი იყო და ვიდეო თამაშებსაც ქმნიდა. მსროლელის ფოტო კი სოციალურ ქსელში მოგვიანებით თავად დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტზე თავდასხმას შეეცადა, საიდუმლო სამსახურის წევრებმა მალევე შეაჩერეს, მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. ერთ-ერთი ოფიცერი დაიჭრა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. ახლახან ვესაუბრე და თავს კარგად გრძნობს. ვფიქრობ, დამნაშავის შესახებ მალე ყველაფერს შეიტყობთ. ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. ამ პიროვნებას განზრახული ჰქონდა ადამიანების დაზიანება. დარბაზში ათასობით პირი იყო შეკრებილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსასმენად. არავინ დაშავებულა. ეს გამშვები პუნქტის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ამ დარბაზთან იყო განთავსებული. სრულიად ნათელი იყო საით მიემართებოდა ბრალდებული. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი FBI და დედაქალაქის პოლიცია გვყავს. ყველა მათგანმა ისე სწრაფად იმოქმედა, რომ თავიდან აგვაცილეს ის, რაც შეიძლებოდა საშინელ ტრაგედიად ქცეულიყო. ბრალდებულს ბრალს ორშაბათს 27 აპრილს ფედერალურ საოლქო სასამართლოში წარუდგენენ. თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დაახლოებით საღამოს 20 საათსა და 36 წუთზე პიროვნება თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის გამშვებ პუნქტს, აქ სასტუმროს ჰოლში. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და დანებით. გამშვები პუნქტის გარღვევის მცდელობისას შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მისი შეჩერება შეძლეს. ამ ეტაპზე გამოძიება საწყის ფაზაშია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამართალდამცველებსა და თავდასხმელს შორის მოხდა ორმხრივი სროლა. ასევე ვიცით, რომ ტყვია მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ოფიცრის ჯავშანჟილეც. ის სამკურნალოდ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება ადრეულ სტადიაზეა. ადგილზე მუშაობენ საიდუმლო სამსახურის, დედაქალაქის პოლიციისა და FBI-ის წარმომადგენლები. თუმცა ამ მომენტისთვის იკვეთება, რომ ის მოქმედებდა მარტო და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 31 წლის თავდამსხმელს ბრალდებას ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. მედიის ცნობით მან დაკავების შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ. სროლაში აჭმიტანილი მამაკაცი ფოიეში იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ წავიდა. მედიის ცნობით შეიარაღებული მამაკაცი ჰილტონის სასტუმროს სტუმარი იყო. გავრცელებული ცნობით ეჭმიტანილი მარტო მოქმედებდა და 5-დან 8-მდე გასროლა განახორციელა. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და პოლიციის თანამშრომლები კალიფორნიაში ჩხრეკენ ბინას, რომელიც სავარაუდოდ თავდამსხმელთანაა დაკავშირებული. ჰოლში ვიყავი, როდესაც ზედიზედ 3 გასროლის ხმა გაისმა. მაშინვე კარისკენ გავვარდი, უკან არც კი მომიხედავს. უბრალოდ ხმა ზურგს უკან მომესმა და გარეთ გავვარდი. საპირფარეშოში ვიყავი, როდესაც 6 თუ 7 გასროლის ხმა გავიგე. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ ეს ნამდვილად სროლის ხმა იყო, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი. შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ქალმა დაადასტურა, რომ ეს მართლაც გასროლა იყო და გვითხრა, რომ ადგილზე დავრჩენილიყავით და თავშესაბარი მოგვეძებნა. იქ ვისხედით და უცებ რამდენიმე ძლიერი ბრახუნის ხმა გავიგეთ. მაშინვე რთული იყო იმის თქმა თუ რა ხდებოდა, თუმცა შემდეგ ოთახში უამრავი ადამიანი შემოვარდა და დავინახეთ, როგორ გაჰყავდათ ყველანი სასწრაფოდ. პირველ რიგში კი დონალდ ტრამპი. სწორედ მაშინ გახდა აშკარა, რაც ხდებოდა. ჩემ გარშემო მყოფი ყველა ადამიანი მაშინვე მაგიდის ქვეშ შეძვრა. ვაშინგტონ ჰილტონში თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ოფიციალური პირები. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მკაცრად უნდა დაიგმოს. ძალადობას ადგილი დემოკრატიაში არ აქვს, წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით კი არ დაუშვებენ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს სივრცე თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციისთვის. ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ამბობს, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.
ირანის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მასკატში ომანის სულთანს შეხვდა. როიტერის ინფორმაციით მხარეებმა რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შუამავლების მცდელობები და კონფლიქტების დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განიხილეს. მანამდე დიპლომატი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისლამაბადში, სადაც ის პაკისტანის ოფიციალურ პირებს შეხვდა. მასკატში ვიზიტის დასრულების შემდეგ აბას არაღჩი მოსკოვში ჩავა. შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისლამაბადში საკუთარი წარმომადგენლების ვიზიტი გააუქმა, მან ირანისგან მოლაპარაკებების ახალი დოკუმენტი მიიღო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, ვიზიტის გაუქმების მიზეზად კი გზავრობის დიდი დრო და მოლაპარაკებისთვის მათთვის მიუღებელი დოკუმენტი დაასახელა. როგორც იცით, გავაუქმეთ ისლამაბადში ვიზიტი. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავებში 15 საათის გატარებას და დოკუმენტის მიღებას, რომელიც არ არის საკმარისად კარგი. ასე რომ ტელეფონით გვექნება კავშირი, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვირეკონ. ყველა კარტი ჩვენს ხელთაა, მათ პრაქტიკულად აღარც სამხედრო ძალა არ დარჩათ და აღარც ლიდერები. არ ვაპირებთ 15-16 საათი ვიმგზავროთ იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვიზეც არავის არაფერი სმენია. ამას უბრალოდ არ გავაკეთებდით. საინტერესოა, რომ ვიზიტის გაუქმებიდან 10 წუთში ახალი დოკუმენტი მივიღეთ ირანიდან, რომელიც ბევრად უკეთესია. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა. მანდატზე უარის თქმით, მიუხედავად ორბანი მზად არის ისევ ხელმძღვანელოს ფიდეს, თუ პარტიის ყრილობაზე მხარს დაუჭერენ. ამასთანავე უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დასრულდა მისი პარტიის პრეზიდიუმის სხდომა და პოლიტიკურმა ძალამ იმ საპარლამენტო ფრაქციის რადიკალური რეფორმირება გადაწყვიტა, რომელიც 27 აპრილს ჩამოყალიბდება. ფრაქციის ხელმძღვანელი კი გერგეი გულიაში გახდება. Most ért véget a Fidesz elnökségi ülése. ახლახან დასრულდა ფიდესის პრეზიდიუმის სხდომა. ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეროვნული ფლანგის განახლების, ჩვენი ფრაქციებისა და ჩვენი თემების დაცვის შესახებ. მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ რადიკალურად გარდავქმნით ჩვენ საპარლამენტო ფრაქციას. ფრაქცია ორშაბათს ჩამოყალიბდება და მისი ხელმძღვანელი გერგეი გუიაში იქნება. ჩემი მანდატი, რომელიც მოვიპოვე როგორც ფიდეს ქრისტიან-დემოკრატების სიის ლიდერმა, სინამდვილეში ფიდესის საპარლამენტო მანდატია. ამიტომ გადავწყვიტე ის უკან დააბრუნო. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის. ამ დროის განმავლობაში გვქონდა წარმატებებიც და წარუმატებლობებიც, გამარჯვებებიც და მარცხიც, მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა. ეს ბანაკი ყოველთვის იყო უნგრეთის ყველაზე ერთიანი და შეკრული პოლიტიკური ძალა და ეს ერთიანობა უნგრეთს ახლაც ძალიან დასჭირდება. პრეზიდიუმი მირჩევს გავაგრძელო მუშაობა ფიდესის თავმჯდომარედ და თუ კონგრესი გამომიცხადებს ნდობას, მზად ვარ ამისთვის. 40 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან უკრაინაში ქალაქ სლავუტიჩში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია. დემონსტრაციის მონაწილეები სიმბოლურად თეთრ სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. ერთმა მამაკაცმა ზარი დარეკა, დემონსტრაციის მონაწილეებმა კი ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს. ისევ საქართველოს და დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე აჭარის პოლიციამ ქობულეთში მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. ბრალდება არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის შრეკის შედეგად ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი, დანაშაული 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. წარსვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს თბილისში. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული მარტსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და მიიმალა. პოლიცია მის ცხელ კვალზე დააკავა, დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა. მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და დარგის განვითარებისთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა იყო. აღნიშნული ფორმატი ემსახურება სექტორსა და სახელმწიფო შორის კოორდინაციის გაძლიერებას და ხორბლის წარმოების მდგრად განვითარებას. აქცენტი გაკეთდა სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობასა და მართვაზე, მათ შორის საირიგაციო ტარიფების საკითხზე და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების ეფექტიანობაზე. ქონდა შეხვედრა ფერმერებთან, მეხორბლებთან, რომელიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონიდან
განხილული იყო ყველა ის გამოწვევები, რომელიც ამ დარგის წინაშე დგას სხვადასხვა რეგიონთან მიმართებით, კლიმატიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა გამოწვევები, ერთიან ჯამში ნამშელი იყო იმ მექანიზმებზე, თუ რა შეიძლება რომ არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობილი გათვალისწინება აუცილებლად გვექნება ამ მექანიზმებთან დაკავშირებით მშელობა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და გათვალისწინებული იქნება მაქსიმალურად ის მოთხოვნები, რაც ფერმერებს ჰქონდათ. მინისტრმა ჰქონდა პოზიტიური შეხვედრა, აღუქო დახმარება შეძლების დაგვარად და ჩვენს ვართ კარგი მოსავლით და კაი მოლოდინების რეჟიმში. პრობლემები ჰქონდა და საუბრეთ მაგ პრობლემებთან და სამინისტრომ დაგვისახა მაგ პრობლემის გადაჭრა შეგვფრინდნენ და დარწმუნებულია გადაგვიჭრიან კიდევაც. ბევრი ახალი რამე მოვისმინეთ, მასთან დაკავშირებით ნადარბაზების წყალსაცავთან გაგვცეს პასუხი, რომ ხვალიდან იწყება უკვე იქ წყლის გადასწროლა და დაგროვება ნადარბაზების ტბაში და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე სარწყავი წყალი გვექნებოდა, სარწყავი წყლის პრობლემა ჩავთვალოთ, რომ მოგვარებული გვაქვს. რუსთავის მერია გამწვანების მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავს ეკო აქციებისთვის ქალაქს საკუთარი რესურსი, სანერგე მეურნეობა აქვს, სადაც ამ ეტაპზე 64 სხვადასხვა სახეობის 6872 ხემცენარე ინახება. მუშაობს სასათბურე მეურნეობაც, აქვე ინახება ჭალის წყლების განაშენიანების პროექტისთვის შეძენილი ნერგებიც, რომელთა დარგვაც უკვე დაწყებულია. მაისის ბოლომდე სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ხემცენარეებით რუსთავის რამდენიმე უბანი გამწვანდება. აპრილი-მაისის თვეში რუსთავში განსაკუთრებულად მასშტაბური გამწვანების აქციები გვაქვს დაგეგმილი, იმასთან ერთად რომ საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში, ქალაქი მუნიციპალურ დონეზე ვცდილობთ რომ სანერგე მეურნეობა განვავითაროთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში შევქმნით ის რესურსი, რომელიც წლების განმავლობაში მოემსახურება ქალაქს. დღეისათვის უკვე გვაქვს 6000 ნერგი ჩვენს სანერგეში, რომელსაც უკვე გამოვიყენებთ ქალაქის გამწვანების აქციებში. სანერგე მეურნეობაში ვაკალმებთ და ვთესავთ დეკორატიულ მცენარეებს. დღეისთვის 5000-მდე კალამი გვაქვს, რომელიც ადგილზე დავაკალმეთ, ასევე 2500 მცენარე გვაქვს ღია გრუნტში, რომელსაც უკვე მზად არის ქალაქში გასატანად და დასარგავად. ლიდერ ქალთა საზოგადოებამ რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გამართა, ორგანიზაციას კიდევ 40 ქალი შეუერთდა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს და მათ სიმბოლური საჩუქარი დიპლომი გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა გაიმართა, სადაც ხელნაკეთი სამკაული ნახატები, სურნელოვანი სანთლები, ნაქარგები, ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვა პროდუქცია წარმოადგინეს. ლიდერ ქალთა საზოგადოება 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი აქტიური ქალების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ამ ეტაპზე 10000-ზე მეტ ქალს აერთიანებს. უკვე 10000-ზე მეტი მეწარმე ბიზნესმენი ქალბატონი ყავს ორგანიზაციაში გაწევრიანებული, წარმოდგენილი ყავდა არა მხოლოდ საქართველოში მოქმედი ბიზნესმენი ქალბატონები, არამედ ასევე ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ქალბატონები და ვფიქრობ, რომ მსგავსი ორგანიზაციები ხელშეუწყობს მათ კონტაქტების დამყარებაში, საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვაში, ცნობადობის ამაღლებაში და ვფიქრობ, რომ დღევანდელი საღამო წარმატებით შედგა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მამოტივირებელი ყველა ქალისთვის, როდესაც ხედავენ შენს ნაბიჯებს, ყურადღებას აქცევენ და მით უმეტეს ემიგრანტი ქალებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა გამართა ერისთავის თეატრმა გორში. მახინჯი ასე ქვია წარმოდგენას, რომელიც რეჟისორმა თამთა პოპიაშვილმა გერმანელი ავტორის მარიონ ფონ მაიენბურგის მიხედვით დადგა. სპექტაკლში ბევრი აქტუალური კითხვა ისმის. საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელს ერისთავის თეატრში დღეს საღამოსაც ელოდებიან. სპექტაკლი არის მახინჯი, სათაური სპექტაკლის პიესის ავტორი მარიუს ფონ მაიენბურგი და რეჟისორი თამთა პოპიაშვილი. მე 1000-დან უკვე მეორეჯერ მომიწია მუშაობა, რა თქმა უნდა, უწყვეტი ენერგიის პატრონი, უსაინტერესოესი ადამიანი და სპექტაკლს რაც შეეხება, ეს არის ადამიანის ცოტა მერყევი ადამიანის დაუჯერებელი თავის თავში ადამიანის ხასიათზე, თვისებაზე, რომელიც გადაწყვეტს შეცვალოს თავისი იერსახე.
ეს არის თანამედროვე დრამატურგის ტექსტი, გერმანული დრამატურგის რეჟისორი თათა პოპიაშვილი აკეთებს მახინჯი, რომელიც საკმაოდ საინტერესო არის, როგორც მარადიული თემა, ესეც საკუთარი სახის ძებნა, რომელიც შეიძლება უცებ დაკოპირდეს და პირიქით შესაძულებელიც კი გახდეს სახე, რომელსაც ესე მივილტვით, რომ მივიღოთ და მოულოდნელად ესე შემოbrunდეს და უკვე ვეღარ ხვდებოდე ვინ ხარ სინამდვილეში და როგორ კარგავ შენს ინდივიდუალობას. საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტაა. საღამომ ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქალაქის თეატრალურ ისტორიულ თეატრალურ ტრადიციებს აგრძელებს დღევანდელი დასი, მისი ხელმძღვანელობა და გვთავაზობს საინტერესო პრემიერებს, სპექტაკლებს, მოკლედ სეზონი ყოველთვის დატვირთულია გასტროლებითაც ამავე დროს და საერთოდ ბედნიერი ვართ იმით, რომ გორის თეატრი აგრძელებს აი ამ თეატრალურ ცხოვრებას. პირდაპირ ეთერში ბრუნდებით 6-ზე, მანამდე ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.